სხვადასხვა ტიპის პრობლემები, ერთი ტიპი რაც განაკვეთილად ფიქსირდება ძალიან ბევრ რეგიონში, რომ უცხოელებზე გაყიდული ფერმიცები და ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს ეს დღეს. არის შემთხვევები და თუნდაც კახეთშიც, რომ პირადად საკუთარი მიზეზი აქვს მეგობრულ უცხოელებზე და დღეს არის გამოთქვა უკმაყოფილებას, ესეთი შემთხვევებიც არის, რომ უცხოელო მოვალეობა იაფად რამდენიმე მოსახლისგან შეისხიდეს მიზეზი და დაფიქსირებულია და დღეს აბსოლუტურად დაიბრუნა. არის ძალიან დიდი უსამართლობების ჩადენილი. ბევრი ესეთი არის ძალიან ბევრი და ჩვენ ვცდილობთ და გავცნობთ, რომ არ არის მარტივი, აი თვითონ კადასტრ მიწების კადასტრის არ არსებობდა. ამაზე ორი თვე დახარჯა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, რომ ადაც ხო გაგუკეთებინა და კარგად დავიდეთ პრაქტიკულად. და იმიტომაც შეიძლება შეგეხებები არსებობს ბარათების დარიგების გარკვეულწილად კახეთშიც და შეიძლება ეს სრულფასოვნად ვერ აღწერეს ორი თვის განმავლობაში. ბევრი ესეთი პრობლემები და უნდა სასამართლო და უნდა ძალადობის შემთხვევით საცალკე გახილვის გახილვით უნდა დავკმაყოფილდეთ და ეს დროში ზოგჯერ იცედება და მე მესმის ძალიან და ვცდილობთ. და მე მგონი რომ უახლოეს დროში არა ალბათ, მაგრამ დროშია. წლის ბოლომდე ალბათ ყველა ეს სამართლობა უნდა გამოიკვეთოს და სამართლიანობა აღდგეს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში რთული ახსნა იქნება სამართლიანობაც კი გაცნობთ. ისეთი შემთხვევებიც არის, მე მაქვს ამის მაგალითები, რომ სასამართლოსაც და ჩვენს გამოჩნდება პოზიციის დაჭერა. თუმცა უმეტეს შემთხვევაში სამართლიანობა აღსდგება. მაგრამ Dilema Durban, Sabit İtikaşvili de sonuç tutması